მაშ ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენელი წევრი ლევან ლორთქიფანიძე ჩვენთან ერთად. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ლევან, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აუცილებლად ვისაუბრებთ. იქამდე კი ჩვენი ინტერვიუ იმ ფაქტის შეფასებით მინდა გავხსნათ, რომელიც გუშინ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. გულისხმობ შემთხვევას, როცა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, შეერაღებულმა მამაკაცმა გახსნა ცეცხლი. ყველა ვნახეთ კადრები, როგორ იმუშავა შექმნა სიტუაციაში უსაფრთხოების სამსახურმა და როგორ მოხდა დარბაზიდან როგორც ტრამპის, ისე ვიცე-პრეზიდენტის გაყვანა. აი, რას აჩვენებს ეს და მსგავსი შემთხვევები, ეს მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ აი არაერთი ევროპელი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ მომხდართან დაკავშირებით, რომელთა მთავარი მესიჯი და სათქმელი არის ის, რომ დემოკრატიაში არ არის ძალადობის ადგილი, თუმცა დემოკრატიასა და პოლიტიკაში ვხედავთ ძალადობის შემთხვევებსაც და ვხედავთ იმასაც, რომ აი ძალადობა მიიღოს საკმაოდ სისტემური ხასიათი. რა არის ამის მიზეზები და ხო აი რა პრობლემებს აჩვენებს ის, რაც გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ და რა ფაქტმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ჯერ ერთი ვთქვათ უსაფრთხოების სამსახურებმა როგორ იმუშავეს, როგორ შეიძლება რომ შეიარაღებული ადამიანი აღმოჩენილი იყო იმ სადილზე, რომელსაც ქვეყნის ყველა მართველი პირი ესწრება. ეტყობა აქ არის ჩავარდნა, როგორ შეიპარა, როგორ შევიდა იარაღით მით უმეტეს ესეთ სადილზე, ეს ძალიან უცნაურია და უცნაურად ემთხვევა თვითონ ტრამპის პოლიტიკურ მდგომარეობასაც. დღეს მისი რეიტინგი ქვეყნის შიგნით არის კატასტროფულად დაბალი. დღეს იგი ვერ ახერხებს ირანის და ჰორმუზის სრუტის საკითხის გადაწყვეტას. ცოტა ხანში მას ელის შუალედური არჩევნები და ამ შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელთა რეიტინგი არის კატასტროფულად დაბალი და მოულოდნელად ხდება ესეთი მოვლენა, რომ იარაღიანი კაცი სადილზე ხვდება, თან ვერაფერს ვერ ახერხებს, წარუმატებელ რაღაც შოუს დგამს და პრეზიდენტი კვლავ ხელმეორედ არის გადარჩენილი აი ამ სასიკვდილო საფრთხისგან. ხო, აი ეს ძალიან ბევრს ეჭვს აჩენს, რამდენად რეალური იყო ის საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა. შესაძლოა დადგმული ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გამორიცხავს, ცხადი ამის საბუთები არ აგვაქვს, მაგრამ გამორიცხული არ არის. რაც შეეხება თვითონ შიდა პოლიტიკურ საკითხს, იცით, დემოკრატები და განსაკუთრებით მემარცხენე დემოკრატები შეერთებულ შტატებში დიდი ხანია ითხოვენ იარაღის სტარების რეგულირებას. დღეს წარმოვიდგინეთ, შეერთებული შტატები არის ქვეყანა, სადაც 18 წლის ადამიანი ვერ იყიდის ლუდს, მაგრამ შეუძლია შევიდეს ჩვეულებრივ სუპერმარკეტში და იქ თუ იარაღის განყოფილებაა, იარაღი შეიტანოს. ანუ კატასტროფულ მდგომარეობაშია ეს იარაღის სტარების წესები ამერიკაში, ამის შეცვლას ითხოვენ, ეს არის მიზეზი ბევრი ამგვარი თავდასხმისაც და ის ამოქს, რასაც ეძახიან, როდესაც შეშლილი ადამიანები ხან სკოლაში შევარდებიან, ხან უნივერსიტეტში და 1000 უბედურებას დაატრიალებენ ხოლმე. ასე რომ ეს შიდა პოლიტიკური საკითხიც არის იარაღის სტარების შეზღუდვასთან და რეგულირებასთან დაკავშირებით. და საერთოდ რაც თქვენ დასვით ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსპექტივა არის, რომ სამწუხაროდ დემოკრატიაში ხშირად დემოკრატიულ მეთოდებს იყენებენ ხოლმე არადემოკრატები და ამ არადემოკრატებისთვის იარაღის გამოყენება არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი და ძალადობა არის ჩვეულებრივი ამბავი და ევროპელი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან შეახსენებენ მთელ მსოფლიოს, რომ დემოკრატიამ რომ იმუშაოს, მას სჭირდებიან დემოკრატები. ანუ უნდა იზიარებდე იმ სულისკვეთებას და ღირებულებებს, რაც დემოკრატიულ სისტემას აქვს. თუ არ იზიარებ, მაშინ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, როცა აი ეს ავტორიტარული პიროვნებები იყენებენ დემოკრატიის ინსტიტუტებს თავიანთი ავტორიტარული მმართველობის დასამყარებლად. ხო, ჰიტლერი მაგალითად არჩევნების გზით მოიპოვა თავისი ძირითადი გავლენა და დემოკრატიის საერთოდ არ სწამდა და რა მეთოდამდე მივედით, ნახეთ და ბევრი ამგვარი მაგალითი გვაქვს მსოფლიო ისტორიაში. კეთილი, ლევან, გადმოვიდეთ საქართველოში და ახლა უკვე ჩვენს პრობლემებს დაუთმოთ დრო, რომელიც მრავლად გვაქვს და ჩვენ გვაკლია და ახლა უკვე ის პერიპეტიები, რასაც მართლა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ვხედავთ. პირველ რიგში კი ოპოზიციურ ალიანსზე მინდა რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება. ოპოზიციური ალიანსი 9 პარტიისგან შემდგარი გაერთიანებაა, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს ხელისუფლების ალტერნატივა. ამ პროცესში კი სხვათა შორის ამ ალიანსს აქვს აქტიური სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა
მხარდაჭერის იმედით. შესაბამისად გვითხარით, რამდენად აქვს ალიანს, აი მაგალითად თქვენი მოძრაობის მხარდაჭერა და რამდენად მოგწონთ იქ არსებული სიტუაცია, როცა ვხედავთ, რომ გამუდმებულ დაპირისპირებას და საჯარო კინკლაობას აქვს ადგილი ალიანსში შემავალ პარტიებს შორის. ამ ამბავს, ამ ყველაფერს როგორ უყურებთ და რამდენად გამოიყურება დღეს ოპოზიციური ალიანსი, როგორც რეალური ერთობა და გაერთიანება, რომელსაც შეუძლია იყოს ქართული ოცნების ალტერნატივა. ჩვენ მოძრაობაზე რომ გითხრათ, ჩვენი მოძრაობა ცდილობს, რომ გაატაროს პოლიტიკა, რომელიც იქნება ღირებულებებზე, იდეოლოგიაზე დაფუძნებული. ჩვენ ვართ მემარცხენეები, სოციალ-დემოკრატები, სოციალისტები, მწვანეები, ძალიან ფართო მემარცხენე სპექტრს აერთიანებს ჩვენი მოძრაობა. შესაბამისად, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, ოღონდ პარტნიორებს ვეძებთ არა პოლიტიკურ ველზე მაინც და მაინც, არამედ სოციალურ ველზეც. თქვათ, დამოუკიდებელ პროფკავშირებს შორის ვეძებთ პარტნიორებს, თქვათ, გარემოს დამცველებს შორის ვეძებთ პარტნიორებს. გვინდა რომ ჩვენი პარტნიორი იყოს, თქვათ, რიონის ხეობის მოძრაობა და მისი წარმომადგენლები და ასე შემდეგ. აი პოლიტიკურ ველზე ჩვენს იდეოლოგიურ მონათესავეებს ვერ ვხედავთ მაინც და მაინც. შესაბამისად, ესე ტყუილი ალიანსების შექმნა და ტყუილი კავშირების შექმნა ამ ეტაპზე ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ. რაც შეეხება თვითონ ალიანსს, მისი შეფასება რომ დავიწყოთ ჩვენ, იცით, ძალიან გაუგებარი ერთობაა. ეს არც სტრუქტურული ერთიანობაა, არც პოლიტიკური ბლოკია, არც წინასაარჩევნო კოალიციაა. თითქოს რაღაც საკოორდინაციო საბჭოა. მაგრამ არა განსაზღვრული კონკრეტული საქმეები, რაც ამ კოორდინაციის ფარგლებში უნდა გააკეთონ. არიან შიგნით ერთობები, რომლებიც ერთმანეთს თავს ესხმიან და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ. და მოკლედ ძალიან გაუგებარი ერთობაა ეს ჩემი დაკვირვებით ამ ეტაპზე არასტაბილური, არასტრუქტურირებული ფორმა არა აქვს მიცემული, ასე რომ მათთან თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან ცოტა ერთობის და გაერთიანების მნიშვნელობას რამდენად ხედავს და აქვე ოპოზიციური პარტიები ხა რა ვიცი, ერთი მხრივ ყოველთვის ამბობენ, რომ ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციის და ერთობის მომხრე არიან, მაგრამ ხა ერთობას თავისი წესების და პირობების დაცვა სჭირდება, ხო და ამ პირობების დაცვის გარეშე არანაირი ერთობა არ გამოდის. შესაბამისად, აი რა გარემოებებით შეიძლება აიხსნას უკვე ის, რომ ეს ოპოზიცია და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის კინკლაობაში და დაკნინებაში უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე ვთქვათ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ხო და არ ვარგა ეს და არასწორი სტრატეგიაა და 1000-ჯერ ნაცადი სტრატეგიაა და ჩვენს ქვეყანაში არასდროს არ გაუმართლებია ამ სტრატეგიას, როცა ოპოზიციური ძალები ერთმანეთს თავს ესხმიან და ლანძღავენ. ჩვენთან მგონი დადგა დრო ამ ქვეყანაში, რომ გქონდეს პოზიტიური დღის წესრიგი. დღეს ჩვენს მოსახლეობას ჩემი დაკვირვებით აინტერესებს არა ის თუ მოწინააღმდეგეს რა ნაკლი აქვს და რატო არის აზიზღარი ჩვენი ოპონენტი, არამედ მოსახლეობას აინტერესებს აი შენ რას თავაზობ ხელისუფლებაში რომ მოხვა. გასაგებია რომ რუსეთის საშინელება, გასაგებია რომ ევროპაში უნდა შევიდეთ, გასაგებია რომ ომი არ უნდა ამ ქვეყანას. ეს არის ძირითადი პოსტულატები ძალიან ადვილად გასაგები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის რომ ამომრჩეველი დაარწმუნო. ეხლა არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ ადამიანებს უთხრათ, რას აპირებ განათლების სისტემაში, სოციალური დაცვის სისტემაში, რას ცვლი თქვათ შრომის კანონმდებლობაში, როგორ იქნება შენი დამოკიდებულება თქვათ სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. პოზიტიური დღის წესრიგი ჭირდება დღეს ამ ქვეყანაში ადამიანების მობილიზებას და არა ერთმანეთზე თავდასხმა. და რაც შეეხება ერთობა, რაც თქვენ ახსენეთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი მე რაც თავი მახსოვს და რაც ჩემი მოკრძალებული, ასე ვთქვათ, კვლევითი გამოცდილებიდან მაქვს, საქართველოს ოპოზიცია სულ საუბრობს გაერთიანებაზე და არასდროს ბოლომდე არ ერთიანდება. არასდროს არ გვახსოვს ჩვენ ბოლომდე ერთიანი ოპოზიცია, მაგრამ სულ გვახსოვს ლაპარაკი ამ ერთობაზე და ამასაც თავი უნდა დავანებოთ. დღეს ალბათ ძალიან კარგი იქნება, შედეგიანი იქნება ის თუ ხელისუფლებას ოპოზიციური ჯგუფები შეუტევენ სხვადასხვა ფლანგიდან. არის ვიშისტების ფლანგი, მათ თავისი ამორჩევლები ყავს, ისინი თავისი ფლანგიდან შეუწყვეტენ. არიან თქვათ ლიბერალები თავისი ფლანგიდან, მაგრამ აქეთ უნდა იყოს, ესე იგი, მემარცხენე ფლანგიც, უნდა იყოს ევროპული, გაგებით კონსერვატიული ფლანგიც და მხოლოდ ეს მრავალი ფლანგიდან შეტევამ შეიძლება დაასუსტოს ის მონოლითური მექანიზმი, რომელიც ივანიშვილმა ააშენა. ეს ერთიანობა არ შედგება, ბოლოს მაინც დაიშლება, ბოლოს მაინც ესეთ კინკლაობის სახეს მიიღებს, რაც თქვენ ახსენეთ, ასე რომ აი ტყუილად როის კარგვა ასეთი ერთობების
მშენებლობისთვის მე მგონი არასერიოზულია. ოპოზიციური ალიანსის მიმართ სხვა პრეტენზიებიც არსებობს, რაც უკავშირდება მაგალითად იმას, რატომ არ აქვს ამ გაერთიანებას მოსახლეობასთან უფრო აქტიური შეხვედრები, ვიდრე ახლა როგორც დაანონსდა 26 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე იქნება მორიგი საპროტესტო აქცია, ამ აქციასთან დაკავშირებით კი 10 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით აპირებენ ალიანსში შემავალი პარტიები დედაქალაქის მცხოვრებლებთან, აი სწორედ კარდაკარის პრინციპით შეხვედრების გამართვას და ამასთან დაკავშირებით არის სწორედ უკმაყოფილება და კითხვები, რას აკეთებენ ოპოზიციური ძალები 10 მაისამდე, თქვათ 9-ში, 8-ში, თუნდაც დღეს და თუნდაც ხვალ. აი ეს კითხვებიც რამდენად ლეგიტიმური გგონიათ, ეს გითხარით და მოსახლეობასთან შეხვედრები შესაბამისად უნდა იყოს უფრო აქტიური, ვიდრე ახლა ამას ხედავთ თუ აქვს თქვათ ოპოზიციურ სპექტრს ობიექტური მიზეზები იმისა, რომ მაინდა-მაინც ეფექტური არ არის დღეის მდგომარეობით მათი ყოველდღიურობა, ასე ვთქვათ. აი ეს უნგრეთის არჩევნების შემდეგ გაჩნდა ერთგვარი მანტრა ქართულ პოლიტიკურ კლასში, რომ ხალხთან წავიდეთ, კარდაკარ ვიაროთ, რეგიონები მოვიაროთ, ხო? რა საჭირო იყო ჯერ ერთი ეს უნგრეთის არჩევნები, რომ ამ დასკვნამდე მისულიყვნენ ოპოზიციონერები. ეს ერთი საკითხია. ისედაც არის საჭირო ადამიანებთან კომუნიკაცია და საერთოდ პოლიტიკა უმთავრესად არის ადამიანებთან კომუნიკაცია და ადამიანების მობილიზება კონკრეტული მიზნით და არა ტელევიზორში გამოსვლა, ხო? ეს ერთი საკითხი და მეორე მეთოდია მხოლოდ კარგად აკარსიარული და რეგიონებში გასვლა. და ის არ არის საკმარისი მიზნის მისაღწევად. რომ მიდიხარ კარდაკარ, რას ეუბნები ადამიანებს? ან რეგიონებში რო ჩადიხარ, რას ეუბნები ადამიანებს? არ აქვს დღეს საქმელი ბევრი რა აი მე არ ვიცი თქვა 26 მაისის დემონსტრაციის მიზანი რა არის, რომ გავაპროტესტოთ ხელისუფლების ყოფნა, დაუჭიროთ ხარი ევროპულ იმას რა ქვია ორიენტაციას და ვითხოვოთ დემოკრატიის დამყარება. მაგას ადამიანები ყოველდღე აკეთებენ თბილისში და შაბათობით დიდი მარშით გამოხატავენ ამ თავის პოზიციას. ხო, ეგ არის ესედაც და ნუ კაი 26 მაისს რაღაც დიდი აქცია იქნება, მაგრამ მის მიღმაა სალაპარაკო და მე ვფიქრობ, რომ ამ კარდაკარისთვის და რეგიონებში გასვლისთვის ძალიან ბევრ პოლიტიკურ ჯგუფს სათქმელი მაინც და მაინც ბევრი არაფერი არ აქვს და ეს არის დღეს პრობლემა. დღეს მეთოდი კი არ არის მხოლოდ პრობლემა, რომ არ გადიან, არამედ პრობლემა არის სათქმელი, რას ეუბნები, როგორ ეუბნები და რამდენად გენდობა შენ აი ამ ნათქვამში ის ადამიანი, ვისთანაც კარზე აკაკო. ეთილი ცოტა დრო დაგვრჩა და ახლა უკვე ქართული ოცნება და მისი პოლიტიკა ისე როგორც გაწყვეტილებები, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ და მათ შორის არის სამთავრობო ცვლილებები, რის შესახებაც სწორედ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებზე, ამ ცვლილებებზე, საკადრო გადაადგილებაზე გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია. ჯერ ერთი მამუკა მდინარაძის ეფექტზე რა გაქვთ სათქმელი, მხოლოდ 8 თვე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თუმცა ამ 8 თვეში რა აჩვენა, ისე როგორც თქვენი აზრით, რას შემატებს ახალს სუს გელაგელაძე, როცა ის გადაიბარებს ამ სამსახურს და თავის მხრივ უკვე სულხან თამაზაშვილი როგორი მინისტრი შეიძლება იყოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. მთავარი რაც შეიძლება აი ამ კარუსელზე ითქვას არის ის, რომ ფაქტია ქართულ ოცნებას აქვს საკადრო დეფიციტი. ჩვენ ვნახეთ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმ ადამიანის დაბრუნება, რომელიც ლამის 10 წლის წინ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას არ ყავს მოლაპარაკე ფიგურები. აი პარლამენტში რო ბრიფინგები ტარდება, ერთი და იგივე ადამიანები გამოდიან, უღიმღამოთ, დემაგოგიაშიც კი მაინც და მაინც დახელოვნებულები არიან და არ არიან და როგორც ჩანს, დღეს ქართულ ოცნებას დაჭირდა მამუკა მდინარაძე აი ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, იქ უნდა ალაპარაკონ, მოლაპარაკე თავად უნდა გადააქციონ და ნამდვილად ბატონი მამუკა უნიჭიერესია საქართველოში ნომერ პირველია აი ამ დემაგოგიაში, ჩემი დაკვირვებით, შეუძლია ნებისმიერი რამე
გაამართლოს, ნებისმიერი რამე გაამტყუნოს და ასე გააძლიერებს ქართულ ოცნებას მისი სპიკერული უნარებით, იმიტომ რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ცვლილებების წარდგენისას ერთ-ერთ მიზეზად თქვა სწორედ ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე გადაყვანის შემდეგ მამუკა მდინარაძეს მოუწია ჩამოშორებოდა ეს სწორედ პოლიტიკურ საქმიანობას, რითაც ის გუნდს დააკლდა. აი ახლა როდესაც ის ბრუნდება პოლიტიკაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად გააძლიერებს ამ თვალსაზრისით ქართულ ოცნებას? რაც შეეხება მის მოღვაწეობას სუსში, ორი ნიშნით არის აღბეჭდილი ის, რომ აი სრულიად დაუმსახურებელი დაწინაურებებით მე არ ვიცი თვითონ რატო არ წვენიათ, როცა 6 თვეში გენერლები ხდებიან ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ აქვს ამ სფეროში და მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურის ხელმძღვანელები არიან, ესე იღებენ ხოლმე ამ ჩინებს. ეს თვითონ უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისთვისაც შეურაცხყოფა არის, იმიტომ რომ ადამიანები 10 წლეულები მუშაობენ და მაიორები ვერ ხდებიან და ეს ადამიანი 6 თვეში გახდა გენერალი და ეს სირცხვილია და დაცინვა საერთოდ აი ამ თანამდებობის. და მეორე რითიც დაგვამახსოვრა თავი მამუკა მდინარაძემ არის ის, რომ მას შეუძლია თუ დაავალებენ ის ადამიანები, ვისაც 2 დღის წინ აქებდა, ადიდებდა და საქართველოს ხსნა დაცხადებდა, ის ადამიანები დაიჭიროს და ციხეში ჩააგდოს სხვადასხვა ბრალდებებით. ასე რომ აი ყველაფერზე ხელისპონსერი, ყველაფრის გამკეთებელი ადამიანია და რაღაცაში დროებით გამოადგებათ. რაც შეეხება ამ თანამდებობას, მოკლედ ვიტყვი, ეს სახელმწიფო მინისტრი ძალოვანი უწყებების კოორდინაციის საკითხები. ჯერ სირცხვილია, როცა ერთი ადამიანისთვის რაღაც უწყებას ქმნი, ეს არაინსტიტუციონალური ქმედებაა და თვითონ დემოკრატიას ძირს უთხრის და მეორეც შეუძლებელია რომელიმე კანონში გაიწეროს ის, რომ მამუკა მდინარაძე შეიძლება იყოს დირექტორი სუსისაც, შსსიც და სხვა უწყებებისაც და აი რამდენად გაამართლებს ეს უწყება, კაცმა არ იცის, დიდი ალბათობით იქნება ეს ფორმალური თანამდებობა, რომელიც საინტერესოა კოორდინატორი თუ ძალოვანი მინისტრების დირექტორი, რომელი უფრო იქნება მამუკა მდინარაძე? ან უნდა კოორდინაცია, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ვერცერთს ვერ შეძლებს. იმიტომ რომ ნახეთ, მე ისტორიული გამოცდილებიდან ვსაუბრობ. საქართველოში არსებობდა უშიშროების საბჭო, რომელსაც ეს საკოორდინაციო ფუნქცია ჰქონდა და თუ არ ჩავთვლით ბატონ ნუგზარ საჯაიას, ვერცერთმა მისმა გზის გამგრძელებელმა ვერ შეძლო აი ამ კოორდინაციის ფუნქციის აწევა და საბოლოოდ ძალიან ფორმალურ რაღაც ანალიტიკურ სამსჯელო ჯგუფად და საბოლოოდ საერთოდ დაიხურა ქართული ოცნების და ეხლა გვიხსნიან, რომ ჯერ ხურეს რო არ გჭირდებაო და ეხლა ხსნიან რაღაც მოდიფიცირებული ვარიანტით, რომ აი მამუკა მდინარაძეს ჭირდებაო და ესეც ძალიან არასერიოზული და შეურაცხყოფელი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ. მადლობა ლევან სტუმრობისთვის, იმისთვის რომ მოხვედით ჩვენთან და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ლევან ლორთქიფანიძეს ვამშვიდობებით. დღის ნიუსრუმიც ამით დასრულებულია. შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.